მოგესალმებით მეგობრებო, დღევანდელ ვიდეოში ჩვენ გადავიღებთ იუთუბერების თაიერლის. ახალი იუთუბერებიც იქნებიან, ძველებიც იქნებიან და ერთადერთი იმიტომ მოვიფიქრე ამის გადაღება, რომ 2022 წლის კონტენტია და 4 წელია არავის გადაუღია. ანუ 4 წელია ვაფშე არ დადებულა ქართულ იუთუბზე თაიერლისტი და თუ ერთი იუთუბერი მეორეს მართლა ჯობია და მე დავასახელე იმის საწინააღმდეგო, ანუ ჩემი აზრია ხვდებით. ეს არის ჩემი შეფასებით. დალში ეხლა უბრალოდ გადავიდეთ და დავიწყოთ თაიერლისტი. პირველი იუთუბერი კიდე ამან ჩაიარა ბატონი მოთქმეს ამ ავტობუსები. გვაქვს ესე იგი გრაფები A++, ტოპი, პროგრესი, რეგრესი და IDK, არ ვიცი, არ უყურებ და ხო, არც მაინტერესებს. და კაროჩე, პირველი არის რაბანა. რაბანა მე მაგრად მევასება, მართლა ძალიან ხშირადაც არ უყურებ, მაგრამ რასაც დებს, კაროჩე, იმინა ხარისხიანია რა. ძალიან ხარისხიანი აქვს, მაგარი ედიტი, მაგარი thumbnail. ამიტომ მოდი ჩავსვავ ტოპ იუთუბერებში, იმიტომ რომ სვეჩი ეკუთვნის რაბანას დაუწეროთ ტოპი. შემდეგ არის რუტო პომპი რა. ესე იგი რუტო პომპზე რა შეიძლება თქვა? 1-2 თვე მგონი პაუზა ქონდა როგორც მახსოვს, ჩემი პირადი აზრით. ორ ფანჯარას დავკეტავ, თორე მართლა ძალიან დავიყო. მე როცა რუტო პომპს უყურებდი, მაშინ იყო Fortnite-ის პერიოდი. ვიყურებია ძალიან დიდი ხანი, ამიტომ უფრო მეტად ვიტყვი რომ არ ვიცი რა, მართლა არ ვიცი. შემდეგ არის ბენი სხვა ლოგო ვერ ვიშოვე, Google-ში არ აგდებდა და მომიწია რომ ეს გამომიყენებინა. გემონების კონტენტი აქვს, როგორც ვიცი, ნაყინებს, რაღაც საჭმელებს, სასმელებს, ყველაფერს აგემონებს, ვაფშე როგორც ვიცი. ბენის რო გითხრათო ძალიან ხშირად უყურებ, მეთქი მოგატყუებთ. კაროჩე, არ ვიცი რა. აგემონების კონტენტი აქვს, ამასაც ძალიან ხარისხიანი ვიდეოები აქვს. აი, ბენის ჩავსავ პროგრესში, იმიტომ რომ კიდე უფრო მაგრად განვითარდება, მე ეგრე მგონია ბენი. შემდეგ არის სოსო ერაუნდზე, ოლდა რა თქმა უნდა A++-ში, იმიტომ რომ რავი, ახსნა უნდა მაგას. A++ მორჩა. შემდეგი არის ჰამაკი. სიმართლე გითხრათ არ ვიცი. ბოლოს რო ხონდათ ის ლაივი რო იყო kick-off-ის რა. ანუ მაგის მერე რეალურად სვეჩი არ მიყურებია ჰამაკისთვის. ბიჭო რა. დედა შეიძლება გაჩერდეთ თორე კლეოში. რავი, სიმართლე გითხრათ არ ვიცი. აკება. ხალხო, აკება ძალიან მაგრად ვიცი იუთუბერი უკვე სტრიმერი, მაგრამ აი ბავშვობიდან უყურებ აკებას და მართლა მაგრად მოვასებ. აქ ძალიან ბევრი იუთუბერი, რომელსაც ბავშვობიდან უყურებ და ძალიან კარგად ვიცი. სად და როგორ უნდა შევაფასო. და რა არიან იუთუბერები, ვინც აი ასე არა ვარ, სად უნდა დავსვა და რატომ უნდა დავსვა. მართლა არ ვიცი რა. თქვენ კიდე ვიდეო და ლაიქით არხი გამოიწერეთ და მირდებით. ედის ნელაცებს გადავიღებ. გიგმაში მაქვს უკვე ძალიან ბევრი რაღაცა და მართლა კაროჩე დედას მოუტყენ. აკება როგორც სტრიმერი არის, ანუ რავი, A++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  და კიდე პლუს და ძალიან მაგარი სტრიმერია, უმაგრესი სტრიმერია და აი უბრალოდ მართლა ორი სტრიმერი მიმაჩნია დღეს საქართველოში, რომელიც ყველაზე მაგარია და ეს არის აკება და მილოვა. აი ეს ორი დგანან წვერვალზე მართლა რასაც ქვია, всё რა დახურეს, კაროჩე სტრიმი არის ამათი, კაროჩე მე ეგრე ვფიქრობ რა. და რავი, აკებაც უეჭველი A++-ში. ფანტასტო არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. თავიდან უყურებდი ვიდეოებს, რო დაიდო, მეთქი ბასტომარხი გააკეთა, რაღაც შევიდეს რა ხდება. შემდეგი არის მიშა ჩინცაძე. ჩინცაძეს რა კონტენტი აქვს? ცინკვესები მარტო. და ეგ მაგ ცინკვესეს TikTok-ზე და იქით თუ მიგდებს ხოლმე, თორე დალში სვეჩი არ ვიცი. მოდი პროგრესში ჩავსვავ, რომ კიდე უფრო განავითაროს და ამ მუსიკალურ იმას რამე სხვა კონტენტიც დაამატოს გარდა ცინკვესებისა რა. აი, შემდეგი არის Go Let's Play. Go Let's Play-ზე დავსავ. IDK-ს არ ვიცი. ბოლოს მაგის ვიდეოს ოდეს უყურე, იცით? 7 წლის წინ Crossbar Challenge-ს რო იღებდნენ, მაგის მერე აღარც ჩამირთია Go Let's Play და არ მიწყინოთ Go Let's Play-ს ფანება, მაგრამ ჩემთვის ესეა რა. დაუხეთ ხო იმას ვაგრიშკე. ლაშა გელაშვილს აქ ძალიან მრავალფეროვანი კონტენტი, მართლა ძალიან ბევრი კონტენტია. და ესეც უფრო ეს კონტენტი არის სტუმრებზე გათვლილი. უფრო სტუმრები იქით აუქციონები და რაღაცეები და ხო ხვდებით რა. პროგრესში ჩავსავ, იმიტომ რომ მგონია რომ ლაშა კიდე უფრო მაგარ კონტენტს გადაიღებს ბრატ. რეჯერგა არის A++++++++. იმიტომ რომ ძალიან უჯია რეჯერგა ჩემთვის. ძალიან მაგრად მევასება და მევასებოდა პატარაობაში. Fortnite-ის რეიჯები და რავია. კაროჩე მაგრად მევასება და გვიჟდები რეჯერგაზე. რეჯეგ თუ ხდება სასწაული, ეხა შენ და ამ ვიდეოს უყურებ, მართლა ძალიან დიდი ხანი აგიყურებ და ერთ-ერთი პირველი იუთუბერი იყო, რომელიც გავიგე მამიდაშვილისგან. შემდეგი არის ქიმ. ხალხო, ქიმერას ჩავსავ პროგრესში. და ეხა ავხსნი რატო.
იღებს თამაშებზე, სხვადასხვა თამაშებზე ძალიან კარგად და ხარისხიანად. ასევე თუ არ ვწდები, თუ სწორად მახსოვს, გარეთაც გადის და რაღაცეებს იღებს მაგაცებთან ერთად. პლუს სტრიმავს, ქიმერა კიდე განავითარებს და კიდე უფრო მაღლა და მაღლა. კაროჩე, ნიკა დოთიაშვილზე ეს ხმას ვიტყვი. თოდოთიაშვილიც მაგრად მევასება, აი ძალიან მაგრად მევასება. ტოპში ჩავსავ, რადგან თვითონ ედიტორი ხო ძალიან მაგარია. თამბნეილის მეიქერი ხო ძალიან მაგარია. თვითონ ხო ძალიან მაგარი როჟაა. ჩემი აზრით ხალხო ეგრე მიმაჩნია, რომ პირველ რიგში თუ იუთუბერს უყურებ, უნდა უყურებდე, უნდა მოგწონდეს თავის ტიპაჟი როგორი არის რა. ეხლა რაც არ უნდა მაგალითად ჩემთვის არის ეგ. რაც არ უნდა ეხლა იუთუბერს უყურო და მაგალითად ვიდეოში გაათამაშოს 100,000 ლარი და თვითონ ტიპი არ მომწონს 100,000 ლარს გაათამაშებს თუ 20,000. ძალიან ბევრი იუთუბერი არის ისეთი და იმით ვაფასებ, როგორიც არის რეალურად, ისეთი არის კამერასთან რა. ბევრი ჩემი მეგობარი, მე ბევრი ჩემი ძმაკაცი დამერწმუნება, რომ იგივე ვარ რაც გარეთ ვარ ვიდეოში რა. მართლა როგორც რეალურად ვარ, ისეთი ვარ ეხაც რა. ბევრი ჩემი ძმაკაცი დაგეთანხმებათ. შემიძლია მართლა. აი ხა კამერა ჩაითო, წამოხდე და ხო, იცი რა არის, ამას აქ ჩავსვავ, იმიტომ ანუ რაღაცა ხოჯობია ხალხმა გამიცნოს ისე როგორიც ვარ რეალურად და ესეთი რა გავაკეთო, ესეთი ვარ ძმო. ვერ დავждები და ნიღბებს ვერ მოვიგებ იმის გამო, რომ ვიღაცას ჩემი მაგალითად ყლე სიტყვა არ სიამოვნებს. აჩი პლეიზი. ეგეც ანუ უჯია და ჩემ ბავშვებს ვთხოვე და ბრაულერს ეხა არ ამგონი აქ ადამიანი იყოს, ვინც არ უყურებდა. არც აჩი პლეიზ ჩავსავ ტოპში რა. ჰიტას შემეცნებითი კონტენტი, მიმები, კიდე რაღაცა ეპიზოდები ქონდა ბასტოსთან და იმათან ერთად. მაგრამ ის ვიცი რა ახალი ის აქვს, მონიტორი, პერიფერია გეიმინგის და ნუ ეხა მაგით როგორ შევაფასო რადგან ის აქვს, პერიფერია გეიმინგის. კაროჩე ჰიტას ჩავსავ ტოპში. გიგი ქათამაძე, ავიცმო, გიგი ქათამაძეს უეჭველი A+++, იმიტომ რომ აღა უნდა გააკეთოს კაცმა. ტიპი კუბოში ჩავიდა 3 დღით, მერე ამდენიმე ხნის მერე კიდე დატრიალდა და 8 დღით ჩავიდა კუბოში, მერე 4000 მეტრიდან მანქანი ჩამოხტა და შუშა გატეხა და იმით გადარჩა. ანუ რა ვიცი, კაცი თავს იკлаუს ვიდეოების. გიორგი ვარდოსანიძე პრო პოდკასტ არხია. სანამ იუთუბერი გახდებოდა, უფრო ვიცოდი სერიალებიდან და მანდა ძალიან მაგრად მევასებოდა თვითონ როგორც მსახიობი რა. აი, მოდი პროგრესი ჩავსავ, იმიტომ რომ ბოლო დროს გადის და ბლოგებსაც იღებს პოდკასტების გარდა და პროგრესი იყოს. ღამის სარდაფის ვიდეო ვაფშე ბოლოს როდის ვნახე? არ მახსენდება ღამის სარდაფის ვიდეო როდის ვნახე. короче, არ ვიცი ღამის სარდაფი. ვირი ბაკი ბეჭები. ღამის სარდაფს უფრო უყურებ, აი სადმე რომ მიდიან რა კოლაბორაციაზე. თვითონ არხი არ ვიცი. ოქტოპუსი ტოპი ჩემთვის. ძალიან მოწონს მაგათ გაცოცხლებული შოუ, რაღაც იმღერე და გააცინე და ეგეთი რაღაცების მაგრად მომწონს. ესეთი კონტენტი აქვს, აი სატელევიზიო იუმორისტული გადაცემები უფრო აქვს. YouTube კონტენტი. მაჩვი რეგრესი რა თქმა უნდა, მაჩვი ვაინები მაგარია სწორებ და რა მაგრად მიყვარდა პროსტა მაჩვის ვიდეოები, აი წარმოდგენა შეიძლება არ ქონდეთ. ძალიან მაგრად ასწორებდა მანჩო, ოტიკო, რეიზი და სუ ყველა ვაფშე მაგრად ასწორებდნენ. რაც იყოს რეგრესი. აი, ჩანელს რებერი რევაზა, ფიქრობ A++ და ფიქრობ ტოპს. ან პროგრესი. მაგრამ ძალიან რევაზაც ანუ, короче, რევაზა ჩავსვათ პროგრესში უფრო განავითარებს? არა, A++. რეზიც A++. ადრე აღარ იღებდა ვიდეოს და ეხა უფრო მოხოდა, короче. Right guys. всё, არ მაინტერესებს. აჰა, right guys. ისეთი 5 იუთუბერი არის. ალკე არხებზე ხო ძალიან მაგრები არიან და ესენი ერთად ვაფშე პიზდეცები არიან ძმაო. A++ იმიტომ ეკუთვნის სადღაც 50,000 გამოწესავინენ 2 ვიდეოში თუ რაღაც ეგეთი. ძალიან საინტერესო ვიდეოებია, ძალიან ხარისხიანი და ძალიან ახალისო ასევე რა. ეგრე ვფიქრობ მე. ბედბელინი ჩავსავ ტოპში. ბედბელა დაბრუნდა YouTube-ზე რამდენიმე ხნის წინ. 24 საათი ვიდეო გადაიღო. მერე ზიპერასთან კოლაბოები, იქით რაღაცეები. ბედბელა ჩემთვის ყოველთვის ძველი ლოგებიდან და რაღაცეებიდან შევა თავის არხზე არიდო, მაგრამ იქით რეზისედო, იქით მილოვასედო, იქით ზიპერასედო, იქით გრიგალასედო. ყველგან მანდ არის ჩემთვის ტოპი რა. მაგრად მევასება და ენასვალეთ სულ ყველას. TMG არის A++. ალიჩავოს არხით. ვიცი, თავის ძმების არხით თვითონაც ჩაითვალოს ეგრე მგონია. რავი, ყველაფრით. TMG-ს ახსნა არ უნდა. 500,000 გაუმწერი და всё, TMG არის ტოპებში.
მილოვა A++. მილოვაზე ეს თქმა შეიძლება. თვითონ ტიპი როგორი იუთუბერიც არის ძალიან მაგრად მეოსება და მართლა ძალიან ასწორებს. მართლა ასწორებს თან იუმორი ყველაფერი აქ ამბიც რაც სტრიმერს და იუთუბერს უნდა ქონდეს. დაჟე სტრიმები დაიწყო ეხა რაღაცა. იცი? ძალიან საინტერესო სტუმრები, გართობა და კაროჩე ძალიან პიზდეცი და ძალიან ბევრი წელს მელსტროის აკოპირებოდა. მელსტროის დედასაც ვიცი, როცა მილოვა სტრიმავს, ადრე როგორც იყო 2020 წლის 2022 წლის ვლოგები ბათუმში და ამ შემდეგ ძალიან მაგარი იყო, პიზდეცია და A++ მილოვა შემწს. იდეშას ტოპში ჩავსავ, იმიტომ რომ საფეხბურთო კონტენტი რაღაც ამბოლ დროს ძალიან მოაკლდა YouTube-ს და ხიდაშამ ეს აკლი შეავსო, ასე ვთქვათ. ძალიან მაგარ ვიდეოს იღებს იუთუბერებთან ერთად, სახალისოს გასართობს თან ერთ ლოკაციაზე არა, ხან ბათუმში, ხან ათღაცი ქვიშის ფეხბურთის რეალა ფეხარჩ, ყველაფერს აკეთებს ბიჭო. ტოპში ჩავსვათ ხიდაშა. სენსუსაც ტოპში ჩავსვათ, იმიტომ რომ ამბოლ დროს რაღაცა ასე ფრენკები აქვს სენსუსაც ძალიან მაგარი. ის გამო ჩავსვათ ტოპში. კაკო A++, რა თქმა უნდა. ტიპს თვალებში კამერა აქვს. აქ კამერა აქვს. ხედან შეიძლება ეს კამერით გადაგიღოს. რა, ყველგან კამერა. ანუ ყველა მხინა კამერა წიპი შეიპარა სოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე. შეიპარა სოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე. და ლამინი ამალის დედაც შევედი, იმიტომ რომ მესის უნდა მოიგო. მესის ფანიც არა ვარ, მაგრამ მე აქედან მიჩვენია რომ მესი მაიღოს რათასი. ან მაჯო ძალიან გთხოვ. კაი, შემდეგი არ რატისბარი A++. უსათამაშებს რატი იქით მრავალფეროვანი არხი გახადა, რაც უფრო თესლობას ხდის საყურებლად. მაგარია სწორებს რატისბარის ვიდეოები. Hungryman A++ რა თქმა უნდა, ანუ სოძა, არ უნდა ახსნა. Hungryman ზატო უნდა იყოს ზევით. Hungryman-საც არ უნდა ახსნა ჩემი აზრით. საჯოკაც ტოპ. ჩემს არის საჯოკაც ტოპ. საჯოკაც რო გითხავთ უზი ვარ და უყურებ მეთქი მოგატყუებ. ძალიან ეშვიათო თუ ამოვიდევს მაგის ვიდეოს და თუ ჩავთავ ხოლმე, მაგრამ რაც რანახი მაქვს არის ტოპ. გინდი უმორით, გინდ გადაღებით, გინდ ხარისხით, ყველაფრით არის ტოპ ეს ადამიანი. მივადექით ზიპოს A++ და ჯერ მაგრად მეოსება ზიპერა. იმიტომ რომ ძველი ვლოგები და 2020 წლის ვლოგები, 2020 ვლოგები, უბრალოდ ვლოგები, მაგრამ მაგრამ მეოსება. ეხანდელი კონტენტი, ის TikTok-ი და რაღაცები მაგრამ ხალისობ, კაროჩე, კამანდა იმენა. ბავშვობიდან ზიპერას ძალიან დიდი ხანი უყურებდი რა ვუყურებ მამეთ. ეხლა A++-ს ჩემთვის, G2G ჩემთვის არის. აუ, არ ვიცი, G2G Switch-ი არ ვიცი. იავნახე ბოლოს მე მეგონი მაფია აღარ გამოდის თუ რაღაც ეგეთი არ მახსოვს ზუსტად. მოკლედ მეგობრებო, დღესაც სულ ეს იყო. თუ მოგიწევთ ვიდეო დავაიქეთ, არხი გამოიწერეთ და რავი, მე კი გემშვიდობებით მოვალ ვიდეომდე დროებით.